საქართველოს ელექტრონული მმართველობის კუთხით 190 ქვეყანას შორის 72 ადგილს იკავებს 2010 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა რეგიონის ლიდერია და 2 წლის განმავლობაში ის 30 საფეხური დაწინაურდა. გაეროს კვლევის შედეგები და 2012 წლის ანგარიში ნახეთ ნინო ვიბლიანის რეპორტაჟში. ყველა სერვისი მოგედი ხანია პრაქტიკულად ყველა ელექტრონულად არის შესაძლებელი რომ მიიღოთ. მათ შორის სამონაწილეს განახლება იქნება თუ სხვა პროცედურები. ელექტრონული მართვა იმისთვის, რომ მომხმარებელს მომსახურება უფრო სწრაფად და ხარისხიანად გაეწიოს. საჯარო რეესტრი ნოვატორული პროექტების განხორციელების კუთხით კვლავ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას და ქვეყანაში პირველი ადმინისტრაციული ორგანოა, სადაც ყველა მომსახურება ელექტრონულად ხორციელდება. ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა ელექტრონული სერვისები გავაიარეთ და ის საჯარო რეესტრის ელექტრონული მომსახურებები ისეთი სამონაწილეს განახლება სამწარმოო რეესტრიდან კონექს რეესტრის შესაბამისად უფრო იაფილებს ვიდრე პირადად მოსვლის შემთხვევაში და განცხადების ჩაბარების შემთხვევაში და ჩვენ ვფიქრობთ რომ მომავალშიც ამ განვითარების ამზადს დავადგებით და ელექტრონულ სერვისებს უფრო იაფად შევთავაზებთ მოქალაქეებს ვიდრე პირადად განცხადის ჩაბარებას და ვფიქრობთ რომ დაინტერესებთ და უფრო გაზრდის ელექტრონულ სერვისების მოხმარებელთა რაოდენობას. ლიდერი რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ბევრ სახელმწიფოებს შორის პირველია, სადაც ელექტრონული მმართველობა წარმატებით ხორციელდება. გაეროს ელექტრონული მმართველობის 2012 წლის კვლევის მიხედვით კი ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. განსაკუთრებულ წარმატებად კი ელექტრონული პირადობის მოწმობები სახელდება. ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ჩვენ უპრეცედენტო ნახტომი გავაკეთეთ. 59 საფეხურიანი ნახტომი გავაკეთეთ აი ამ შეფასების კუთხით. ჩვენ განსაკუთრებით ხაზგასმულია ID ბარათების როლი და სოციალურ ასე ვთქვათ სერვისების განვითარების როლი. ამ კუთხით ჩვენ გავუთანაბრდით სინგაპურს, კანადას, ესტონეთს და ფაქტობრივად გვაქვს იგივე განვითარების საფეხური რაც მათ. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი რაც არის ხელმისაწვდომობა ინტერნეტის მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში. მეორე ეს არის კომუნიკაციების განვითარება, რა თქმა უნდა, და მესამე ეს არის ინტერნეტის ცოდნის და ასე ვთქვათ ინტერნეტზე დაფუძნებული ასე ვთქვათ ახალი პროდუქტების შექმნის განვითარება. მნიშვნელოვანი ელექტრონული მმართველობის ინდექსი, იმიტომ რომ ითვლება, რომ ელექტრონული სერვისები არის ყველაზე უფრო მოხერხებული საშუალება სერვისის მიწოდება მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა ეს სერვისები გააუმჯობესოს. 2012 წლის ანგარიში განსაკუთრებული ყურადღება ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას ექცევა. საჯარო და კერძო სექტორში თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება, ელექტრონული სერვისები და ინფორმაციული უსაფრთხოება მაღალ დონეზეა აყვანილი, რასაც კვლევაში დიდი ყურადღება ეთმობა. ამ კუთხით სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთია. რეალურად ყველა მიმართულებით, სერვისების მიმართულებით, ასევე არასერვისების მიმართულებით, როგორც გვეკითხარით, თუნდაც ელექტრონული ხაზირის მაგალითზე, ასევე შიდა უწყებრივ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით სამინისტრო ცდილობს, რომ ყველა მიმართულებით დანერგოს ელექტრონული წარმოება და ელექტრონული მმართველობა. გაეროს ელექტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსის მიზანი კონკრეტული ქვეყნის წარმატების გაზომვაა. საქართველოს 2 წლის განმავლობაში წარმატებას მიაღწია და 2012 წელს 190 ქვეყანაში 72 ადგილი დაიკავა.